კონექტიკუტის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ამ წუთებში ადამიანის ტვინი კითხვებს პასუხობს. არადა ადამიანი, ვისიც ეს ტვინი იყო, გუშინ გარდაიცვალა. ის ვერ ხედავს, ის ვერ იღვიძებს, მას არც ერთი ფიქრის გაფიქრება არ შეუძლია და მაინც ის საკმარისად ცოცხალია იმისთვის, რომ იმუშაოს. სტარტაპი ბექსორგი მას სიცოცხლეს უნარჩუნებს. მილებს სისხლის შემცვლელი დააქვთ. ხელოვნური ფილტვი და ხელოვნური თირკმელი კი მას ჟანგბადით კვებავს და ნარჩენები გამოაქვს. ანესთეზია ტვინს ღრმა ძილში ამყოფებს იქ, საიდანაც გაღვიძების შანსი არ არსებობს. ტვინი მუშაობს, მაგრამ შიგნით არავინაა. მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს ტვინები ისეთ კითხვებს პასუხობენ, რომლებზეც პასუხი ვერც თაგვს და ვერც უჯრედების გროვას ვერასოდეს ექნება. ბრეინ-ექსმა სპეციალურმა მანქანამ ამ გზით 700-ზე მეტი ტვინი შეინარჩუნა ცოცხლად. თითოეული 24 საათით მას შემდეგ, რაც ადამიანი, რომელიც ამ ტვინს 60-დან 80 წლამდე ატარებდა, გარდაიცვალა. მაშ რატომ არის მკვდარი ტვინი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თაგვის ტვინი წამალზე ერთნაირად რეაგირებს. ადამიანისა კი სულ სხვანაირად. პირველად ისტორიაში შენ შეგიძლია ადამიანის ტვინს პირდაპირ კითხო. ფარმაცევტულმა კომპანიამ BioHaven-მა ერთ-ერთი თერაპია 130 ასეთ ტვინზე გამოსცადა. თაგვებში ამან არაფერი შეცვალა. ადამიანის ტვინებში კი იმუშავა. თანაც იმაზე 20-ით ნაკლები დოზით, ვიდრე ვინმეს ჰქონა გათვლილი. ამ ერთმა პასუხმა ერთწლიანი მუშაობა დაზოგა და წამალმა ადამიანებზე გამოცდის უფლება უკვე მიიღო. მალე რობოტიზებული ხელი წელიწადში 1600 ტვინს და თითოეულში 11000 ცილას წაიკითხავს. და ამ მკვდარი ტვინებისგან ისინი ცოცხალ ასლს აშენებენ, neuron lens. ვირტუალურ ტვინს, რათა წამალი მანამ გამოსცადოს, სანამ ის ნამდვილ ტვინს შეეხება. მთელი ისტორიის განმავლობაში სიკვდილი იყო კარი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღებოდა. ეს ტვინები სწორედ ამ კარებში არიან გაჩერებულები და მათ მანამ აკოპირებენ, სანამ კარი საბოლოოდ დაიხურება.